განმოხილში კლუბ წაუგებლად ასპარეზობს საფეხბურთო კლუბის ზუგდიდი და უკვე მერამდენი თამაშია, როცა მასპინძლები პირველ ტაიმს აგებენ და ბოლოს სათავისო დასრულებენ შეხვედრას. მატჩი კი როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე პირველივე წუთზე ქუთაისელები მიგინეიშვილმა იხსნა, როცა გაბედავას უძლიერესად დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია. სუსტად ორ წუთში მიგინეიშვილის კარის მიმართულებით ტყემალაძემ დაარტყა და მცირედით ააცილა. ცოტა ხანში უკვე ყურადღების ცენტრში ზუგდიდელთა კაპიტანი ზვიად სიხარულია მოექცა, როცა მან ტექნიკურად დაარტყა და სანტიმეტრებში ააცილა მეტოქის გარს. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ქუთაისელთა გოლეადორმა ნიკა საბანაძემი აქტიურად და ოსტატურადაც გადაგზავნა ბურთი მეტოქის გარში, მაგრამ მცირედით ააცილა. უნდა ითქვას, რომ პირველი ნახევრის 20 წუთიან ინტერვალში მასპინძლები აქტიურად მიეძავნენ მეტოქეს და ამონ სუნთქვის საშუალება არ მისცეს ტორპედოს მცველებს, რის შემდეგაც სტუმრებმა მოედის ცენტრში დაალაგეს თამაში. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტებს ხშირ შემთხვევაში მასპინძლები ქმნიდნენ მაინც, თუმცა პირველი გოლი ზუგდიდელთა კარში გავიდა. ბურთი კი უფრო მასპინძელთა მცველებისა და მეკარის თანმიმდევრული შეცდომის შედეგად აღმოჩნდა. დაშვებული შეცდომით კი ნიკა ფერცხალოვანი სარგებლა და პირველი ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ზუგდიდელმა მცველმა გამეზარდაშვილმა მასპინძლები აშკარა გოლის განეხსნა, მან კუხიანიძის დარტყმული ბურთი წარიელი კარიდან თავით გამოიტანა. ყველაზე ტანმაღალი მცველი გამეზარდაშვილი მატჩის გმირად ცოტა ხანში მოგვევლინა. 54 წუთზე ჯარიმა დაენიშნა ტორპედოს კარის მიმართულებით. სტანდარტული კარგად კოშკაძემ შეასრულა და დასწრებაზე ყველას გამეზარდაშვილმა აჯობა. თავი დარტყმით კი მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა. ანგარიშის თანაფარდობამ კი მასპინძლებს ფრთები შეასხა და უფრო მეტი აქტივობით გადაიტანეს მეტოქის ნახევარზე თამაში. რამდენიმე წუთში გაბედავამ დაარტყა სტუმართა კარის მიმართულებით, მაგრამ მისი დარტყმული მიზანსაცდა. მიზანი და სიზუსტე არ დაკლებია ქობალიას ორთაბრძოლას. მისი გოლი კი ცალკე აღნიშნის ღირსია. მისი მისამართით სიხარულიამ გააკეთა გადაცემა ზუგდიდელთა ფორვარდმა კი დასწრებაზე ქუთაისელ ჭელიძეს აჯობა. ჯერ მცველს გადაუდო ბურთი, შემდეგ კი მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩენილმა ტორპედოს მეკარესაც ოსტატურად თავზე მოდ გადაუტარა ბურთი და ზუგდიდი წინ გაიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ გამეზარდაშვილ ქობალიას დუეტი წინა ტურშიც გოლებით გამოირჩნენ. მადლობა ყველას ბიჭებს სამთავროებისთვის. ჩვენ არაერთი მატჩია, რომელსაც ვაგებთ. ამიტომ ერთი თემთან 2-0-ს ვაგებთ პირველ ნახევარსთან. მეორე ნახევარში მოგვიგიათ თამაშია ეს ბიჭების დამსახურება, ყველა ამ ხალხის დამსახურება, მარტო ჩემი დამსახურება არა. მე შემოვალებას ვასრულებ ყველა თავის მოვალეობას, ეს ბიჭები ვარკვენ სტადიონზე. ინდორზე მე ვერც გოლს გავიტანდი, ვერც საბოლოოს ვერ მივცემდი და ვერაფერს ვერ ვიზამდი. ძაბული და რთული თამაში იყო, ნებისმიერი მოგება რა თქმა უნდა სასიხარულოა, ორმაგად სასიხარულოა, როცა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს უგებ თამაშს და თამაშის მე ვფიქრობ, რომ თამაშის ხარისხი და ნახდად ვიმსახურებდი ჩვენ ამ მოგებას. რაც შეეხება იმას, რომ პირველ ტაიმში გოლს უშვა და მეორე ტაიმში ვიგებთ, ამას გუნდის კიდევ სიძლიერეზე მეტყველებს და გუნდი არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ტორპედოსთან იყო თამაში და პირველი გოლი გაუშვით, მეორე ტაიმში მანს მობილიზაცია მოახერხეს ბიჭებმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენ ბიჭებს. ამოცანა არ ვიდგას ესე, რომ ჩვენ აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავხდეთ, ჩვენ ყველა თამაშზე უნდა გავიდეთ, ვითამაშოთ მოსაგებად, თუნდაც ლევანდელი შეხვედრა ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გოლდა, უფრო ორთაბრძოლები დატვირთული ალბათ და ამ ორთაბრძოლებში უნდა გაგვიმარჯვებინა. დღეს მე ვიტყოდი, რომ მეტი საბრძოლო უნარი და სულისკვეთება გამოიჩინა ჩვენმა მოწინააღმდეგემ და გაიმარჯვა. ამ გოლმა კი ქუთაისელები თითქოს გამოაფხიზლა და ერთმანეთის მიყოლებით წვავედად შეუტიეს მასპინძლებს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სტუმრებს რაღაც აკლდათ. განსაკუთრებით საბანაძე და დოლიძე აქტიურობდნენ, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა კი მეორე წელს 3 ქულით დაიწყეს და ტორპედოსთან დამსახურებულად მოიგეს.